კარგად, იმიტომ ძალიან ისე ეცვათ რა. კინოებში გვაქვს ძირითადად ნანახი და წარმოიდგინეთ, რომ საერთოდ განსხვავდება რა. თქვენ რო გახვიდეთ წარმოიდგინეთ ბრძოლაში, რაც გააკეთებთ, რომ გადარჩეთ. ანუ რასაც იპოვეთ, ალბათ ყველაფერს ზე ჩაიწმენთ, რომ ოღონდ რაღაცა არ გახუტოს. და ახლო მისულიყავი მტერთან ძალიან ახლო და პატარა ხანჯლთან რაღაცით ხელში დაგეთხან მთელი ამბავი. მოგეთ ახლა მე ბრძოლის ხერხების იმებში აღარ შევალ, ქვია, პერიპეტიებში. იმას ვიტყვი რა, რახან ქართული ჯარისკაც ვაბრძოლებ, თანამედროვე ქართული. იყო კიდე ესეთი იარაღი, ვერაგული. ეს არის ღაჯია, სამრიგიანი, ყოვლად ვერაგი იარაღი რა. ესეც სუფთა ქართული გამოგონება, არც ერთ კულტურაში ესეთი რამე იარაღი არ ახვდება, მარტო საქართველოში. ხევსურეთშია შემორჩენილი, იყო უფრო სწორედ რა და ერთმანეთს რო ეჭხობებოდნენ რაღაც ბრძოლაში, ამით არ შედიოდნენ. ეს იყო აი უკვე ხანჯალიც აღარ გაქვს, დანაც აღარ აქვს, არაფერი აღარ აქვს, უკვე არის აი ეს. კასტეტივით არის ესე, ცერათიც ეკეთდება და ეს არ იყო დასარტყამი, ეს იყო სახეზე, ან აი შიშველ სხეულზე ამის გადასაცვლელი ეკბილებს შეხედეთ რანაირია, მთელი ხორცი გაქონდა და გლიჯავდა რა. ესეც მაგარი ვერაგი იარაღი იყო. როგორც გითხარით, ეს სულ ყველაფერი არის ერთი კაცის გაკეთებული და ესეთი რაღაცები იყიდება, ანუ ამზადებს ბატონი ზაქროვა. ანუ ლინკს მე ჩავაგდებ, რომ ნახოთ თვითონ ეს ვინ ამზადებს, როგორ ამზადებს და ასე შემდეგ კიდე რეები აქვს დამზადებული. შეკვეთა შეგიძლიათ რა და ჩვენ უბრალოდ მეგობრობ და ქართველი მებრძოლი ძველი აი ესე გადამაღებინა, პატივი გწევთ ჩვენს უყველას. თანამედროვე ჯარისკაცზე გაცილებით სუბუქია ეს ჯარისკაცი რა, ფარი და ის მომეცი შუბი. ანუ აი ესე რაცა ვარ ბრძოლაში ვინც გადიოდა. მეტი არაფერი არ აქვს, ეხლანდელი ჯარისკაცი ხო ნახეთ. ზურგჩანთა იმიტომ გინდათ რომ ელემენტარულად ხურჯინი შეიძლება